წამოდეს. საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული დღე იყო გუშინ, რადგან სვეტიცხოველში პატრიარქ შიო მესამის ინტრონიზაცია გაიმართა. ჩვენი ქვეყანა მისალოც წერილებს იღებს, შიო მესამის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად აღსაყდრებას ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველად არჩევა ისტორიული მოვლენაა. ვკითხულობთ საელჩოს მიერ ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს უწმინდეს და უნეტარეს მისალოცი წერილები გაუგზავნეს რუმინეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა, ამერიკის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლმა, ყოვლად სომეხთა კათოლიკოსმა და ალბანეთის ეკლესიის წინამძღვარმა. შიო მესამის ინტრონიზაციას გამოეხმაურნენ საქართველოში სხვა ქვეყნის საელჩოები და ელჩებიც. სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი ერისკაცობაში ილიზბარ მუჯირი ილია მეორის გადაწყვეტილებით 9 წელი საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე იყო. განსაკუთრებული დამსახურებების გამო ის სკუფიაზე ბრილიანტის ჯერის ჯვრის ტარების უფლებით არის დაჯილდოებული და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის შიო მესამის ინტრონიზაციას სვეტიცხოველში გუშინ დღის მანძილზე თვალს ვადევნებდით პრინციპში პირდაპირ ეთერში.